Salve მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. Ცოტა დიდხნიანი პაუზა გამოგვივიდა, თუმცა არ აუშავს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მოვლენაზე, რომელიც სპორტის საზღვრებს ცდება. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა. დღე, როდესაც ძმა-ძმას უპირისპირდება. ეს არის ელ კლასიკო. სანამ უშუალოდ ისტორიის სიღრმეებში შევალთ, მინდა ერთი კითხვა დავსვა, რომელიც ბევრს აწუხებს. რატომ ქვია მას ელ კლასიკო? ბევრს გონია, რომ ელ კლასიკო სახელი აწლეულებს ითვლის, თუმცა ეს ტერმინი სინამდვილეში საკმაოდ ახალია. ესპანეთში ამ მატჩს დიდხანს უბრალოდ დერბის ან მადრიდი ბარსას ეძახდნენ. ტერმინი ელ კლასიკო კი შემოვიდა პოპულარული გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ესპანურმა ფეხბურთმა გლობალიზაცია დაიწყო. მათ სჭირდებოდათ რაღაც ბრენდი, სახელი, რომელიც იქნებოდა პოპულარული მსოფლიოში. ისევე როგორც არგენტინაში აქვს სუპერკლასიკო, ბოკა რივერის წინააღმდეგ. მაგრამ სახელის მიღმა ასევე იმალება ისტორია, რომელიც ნამდვილად კლასიკურია თავისი დრამატურგიით. ეს არ არის ისტორია უბრალოდ ორ კლუბზე. ეს არის ისტორია ორ განსხვავებულ ქალაქზე, ორ განსხვავებულ იდენტობაზე და ორ განსხვავებულ ესპანეთზე. მადრიდი ყოველთვის იყო ძალაუფლების, სამეფო ტახტის, ცენტრალიზირებული მმართველობის და არისტოკრატიის სიმბოლო. ერთ მხარეს არის კლუბი, რომელსაც სახელი რეალი იგივე სამეფო თავად მეფე ალფონსო მერუემ 1920 წელს მიანიჭა. მეორე მხარეს კი ბარსელონა, კატალონიის გული, რეგიონი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა თავისი ენა, თავისი კულტურა, თავისი ინდუსტრიული სიამაყე და მუდმივი სწრაფად დამოუკიდებლობისკენ. როდესაც ეს ორი ძალა საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთს შეხვდა, ეს ვერ იქნებოდა უბრალოდ თამაში. ეს იყო პოლიტიკური მანიფესტი და სწორედ აქედან იწყება ჩვენი დიდი მოგზაურობა. თავი პირველი სამოქალაქო ომის აჩრდილი. პირველი ოფიციალური მატჩი შედგა 1902 წელს. ეს იყო მეფის თასის ნახევარფინალი და ბარსელონამ 3-1 მოიგო. მატჩის შედეგი მაშინ არავის გაკვირვებია, რადგან ბარსელონა უფრო ძველი გუნდი იყო. ასევე კატალონიაში უფრო ადრე განვითარდა ფეხბურთი იქ მომუშავე შვეიცარიელებისა და ინგლისელების წყალობით. მათ შორის იყო კლუბის დამაარსებელი ჟუან გამპერი. აი ნამდვილი შეურიგებელი მტრობა კი იწყება 1930-იანი წლებიდან, როდესაც ესპანეთში პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან დაიძაბა. ესპანეთის სამოქალაქო დაპირისპირებამ 1936-დან 39 წლამდე წარუშლელი კვალი დატოვა ამ დაპირისპირებაზე. მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რომელიც კარგად ხსნის თუ რატომ არის ბარსელონასთვის ეს მტრობა ესეთი პირადი. 1936 წელს ომის დაწყებისას ბარსელონას პრეზიდენტი იყო ხოსე სუნიოლი. ის ასევე იყო კატალონიური პოლიტიკური პარტიის წევრი. სუნიოლი მადრიდის ახლობლად გვადარამას მთებში დააპატიმრეს. გენერალ ფრანკოს, მომავალი დიქტატორის ჯარისკაცებმა და ის სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. ეხლა წარმოიდგინეთ კატალონიელების მდგომარეობა. მისი გუნდის პრეზიდენტი დახვრიტეს იმის გამო, რასაც ის წარმოადგენდა. ამ მომენტიდან კი ბარსელონა გახდა წინააღმდეგობის სიმბოლო. ფრანკოს დიქტატურის დროს აიკრძალა კატალონიური ენა, აიკრძალა მათი დროშა, სენეირა. კამპ ნოუ, მანამდე ლეს კორტსი, იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხს შეეძლო თავისუფლად ესუნთქა. ისინი იქ ლაპარაკობდნენ თავიანთ ენაზე, ღეროდნენ თავიანთ სიმღერებს და სწორედ მაშინ დაიბადა ფრაზა „Més que un club“. მეტი ვიდრე კლუბი. ბარსელონასთვის რეალის წინააღმდეგ თამაში არ იყო უბრალოდ სპორტი. ეს იყო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მათ იდენტობას ართმევდა. მადრიდის რეალი კი ნებით თუ უნებლიეთ აღქმული იყო როგორც ამ რეჟიმის საყვარელი შვილი. 11-1 მატჩი, რომელმაც ფეხბურთი მოკლა. მივადგეთ მომენტს, რომელიც ყველაზე შავ ლაქად რჩება ელ კლასიკოს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც სიძულვილი პიკს აღწევს. 1953 წელი, გენერალისიმუსის თასის ნახევარფინალი. პირველი მატჩი ჩატარდა ბარსელონაში, სადაც მასპინძლებმა დამაჯერებლად 3-0 მოიგეს. მადრიდული პრესა და გულშემატკივარი კი განრისხებული იყო. ისინი ითხოვდნენ შურისძიებას. განმეორებითი მატჩი მადრიდში. ატმოსფერო იყო არა საფეხბურთო, არამედ საომარი. სტადიონზე მისულ ბარსელონას ფეხბურთელებს გულშემატკივრები ქვებს ესროდნენ. ისტორიული წყაროები და თვითმხილველები ყვებიან, რომ ბარსელონას გასახდელში მატჩის დაწყებამდე შევიდა სახელმწიფოს უშიშროების დირექტორი. ზოგიერთი ვერსიით მას თან ახლდა შეიარაღებული პირები. მან ფეხბურთელებს შვილივით ურჩია, რომ არ დაივიწყებინათ თუ ვისი წყალობით თამაშობდნენ ფეხბურთს. ასევე უთხრა, რომ არ ღირდა ზედმეტი მონდომება, რათა სტადიონზე აიცილებინათ არეულობა. ეს კი იყო პირდაპირი მუქარა. ბარსელონას ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ არა სათამაშოდ, არამედ გადასარჩენად. ბარსელონას მეკარე იხსენებდა, რომ მის უკან მდგარი პოლიციელები მას ემუქრებოდნენ. პირველი ტაიმი 8-0 დასრულდა, საბოლოო ანგარიში კი 11-1. ეს არ იყო გამარჯვება, ეს იყო დამცირება, ძალის დემონსტრირება. ბარსელონას პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად გადადგა. მადრიდში ზეიმობდნენ, თუმცა ბარსელონაში ეს დღე გლოვის დღედ გამოცხადდა. სწორედ ამ 11-1-მა გაავლო საბოლოო წითელი ხაზი. ამის შემდეგ ელ კლასიკოში შებრალება აღარ არსებობდა.
თავი მესამე, საუკუნის ძარცვა, ალფრედო დი სტეფანო. თუ გონიათ, რომ პოლიტიკური ინტრიგები 40-იან წლებში დასრულდა, ძალიან ცდებით. 1950-იან წლებში მოხდა ისეთი რამ, რაც არ მხოლოდ ესპანეთის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის რუკა შეცვალა. თავ როლში არის არგენტინელი გენიოსი, ალფრედო დი სტეფანო. 1953 წელს ის თამაშობდა კოლუმბიურ კლუბ მილიონარიოსში. თუმცა მისი სატრანსფერო უფლებები ასევე ეკუთვნოდა არგენტინულ კლუბს, რივერ პლეიტს. სიტუაცია საკმაოდ რთული იყო. ბარსელონამ სწრაფად იმოქმედა და მოელაპარაკა რივერ პლეიტს. დი სტეფანო კი ესპანეთში ჩამოიყვანეს. დი სტეფანომ ამხანაგური მატჩიც კი ჩაატარა ბარსელონას მაისურით. კატალონია ზეიმობს, მათ საუკეთესო ფეხბურთელი ყავთ მსოფლიოში. თუმცა, რა თქმა უნდა, სცენაზე გამოდის რეალ მადრიდი და მისი ლეგენდარული პრეზიდენტი, სანტიაგო ბერნაბეუ. მან მოახერხა მილიონარიოსთან შეთანხმება და აქ წარმოიშვა სამართლებრივი ქაოსი. ვის ეკუთვნის ახლა ფეხბურთელი? საქმეში ჩაირია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც რა თქმა უნდა ფრანკოს რეჟიმის კონტროლის ქვეშ იყო. მათ მიიღეს აბსურდული გადაწყვეტილება. დი სტეფანოს უნდა ეთამაშა მონაცვლეობით. 1 წელი ბარსელონაში, 1 წელი რეალში, 4 წლის განმავლობაში. ბარსელონამ ეს გადაწყვეტილება მიიღო როგორც შეურაცხყოფად და გადაწყვიტა ფეხბურთელის წილი მიეყიდა მადრიდის რეალისტვის. ხოლო რაც მოხდა შემდეგ ყველამ კარგად ვიცით. დი სტეფანო გახდა რეალ მადრიდის საუკეთესო ფეხბურთელი. თავის პირველივე ელ კლასიკოში მან ჰეტ-ტრიკი შეასრულა. რეალს ზედიზედ 5-ჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი მოაგებინა და მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდად აქცია. კატალონიელებისთვის ეს იყო უდიდესი ტრავმა. ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ დი სტეფანო მათ რეჟიმის დახმარებით მოპარეს. თავი მეოთხე, მეამბოხე, რომელმაც ფილოსოფია შეცვალა, იოჰან კრუიფი. წლების განმავლობაში ბარსელონა თავს მსხვერპლად გრძნობდა, თუმცა 1973 წელს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს მენტალიტეტი შეცვალა. ნიდერლანდელი ჯადოქარი, იოჰან კრუიფი. კრუიფი იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მას რეალ მადრიდიც იწვევდა, თუმცა მან გააკეთა არჩევანი, რომლის შემდეგაც ის ბარსელონას მარადიული გმირი გახდა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არასოდეს ითამაშებდა ისეთ კლუბში, რომელიც ასოცირდებოდა ფრანკოს დიქტატურასთან. 1974 წელს კრუიფის ლიდერობით ბარსელონა ჩავიდა მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე და 5-0 დაამარცხა. ეს არ იყო უბრალოდ მოგება, ეს იყო რევოლუცია. ეს იყო შურისძიება ყველა იმ წაგებული წლისთვის. ქუჩაში ხალხი ზეიმობდა ისე თითქოს მათ ომი მოიგეს. კრუიფმა ბარსელონას მიცა არა მხოლოდ ტიტულები, არამედ იდენტობა. მან ჩაუყარა საფუძველი ისეთ საფეხბურთო ფილოსოფიას, რომელმაც მოგვიანებით შვა პეპ გვარდიოლას ტიკი-ტაკა. კრუიფმა ბარსელონას ასწავლა, რომ რეალ მადრიდის დამარცხება შესაძლებელია არა მხოლოდ ძალით, არამედ სილამაზით და ინტელექტით. თავი მეხუთე, 2000-იანი წლები, ღორის თავი. ახლა კი გადავიდეთ თანამედროვე ეპოქაში და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერზე. თუ გაინტერესებს რა არის ის ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე, გაიხსენე ლუიშ ფიგუ. 2000 წელი. ლუიშ ფიგუ არის ბარსელონას საუკეთესო ფეხბურთელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კაპიტანი. რეალ მადრიდის საპრეზიდენტო კანდიდატი ფლორენტინო პერესი აცხადებს და პირობას დებს, რომ თუ ამირჩევთ, ლუიშ ფიგუს მოვიყვანო. მისი არავისჯეროდა, თავად ფიგუც უარყოფდა. თუმცა პერესმა გადაიხადა მაშინდელი რეკორდული გამოსასყიდი თანხა და ფიგუც რეალში აღმოჩნდა. ეს იყო კატალონიელებისთვის შოკი. ეს იყო იუდას ღალატის ტოლფასი. მისი პირველი დაბრუნება კამპ ნოუზე რეალ მადრიდის მაისურით, ამის სიტყვებით აღწერა საკმაოდ რთულია. სტადიონზე დეციბელებმა რეკორდი მოხსნა. ეს იყო სტვენისა და გინების ოკეანე. ყოველ ჯერზე როცა ფიგუ კუთხურთან მიდიოდა, ტრიბუნიდან ცვიოდა ყველაფერი. სანთებელები, მონეტები, ბოთლები, ტელეფონები და ყველაზე ცნობილი კადრი, შემწვარი ღორის თავი. ეს არ იყო უბრალოდ ხულიგნობა, ეს იყო სიმბოლო და გზავნილი. შენ ჩვენთვის ადამიანი აღარ ხარ. იმ საღამოს კი ფეხბურთი იყო მეორე ხარისხოვანი. ეს იყო საჯარო აღსრულება. თავი მეექვსე, ოქროს ხანა, ლეო მესი და კრისტიანო რონალდო. Down the switch, it's Ronaldo! Unbelievable! This is a team that refused. მივდექით ეპოქას, რომლის მომწეც პირადად მე გავხდი. ეპოქა, რომელმაც ელ კლასიკო გლობალურ ბლოკბასტერად აქცია. 2009 წელს მადრიდში ჩადის კრისტიანო რონალდო. ბარსელონაში კი მესი ბრწყინავს. აქ იწყება 9 წლიანი პერსონალური დუელი, რომლის მსგავსიც სპორტის ისტორიაში არ არსებობს. ბუნებრივი ღვთიური ნიჭი ათლეტური სრულყოფილებისა და შრომისმოყარეობის წინააღმდეგ. ეს იყო ფსიქოლოგიური ომი. მწვრთნელები პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციებზე ერთმანეთს ანადგურებდნენ.
მოედანზე კი იყო ყველაფერი. წითელი ბარათები, ჩხუბები, სიმულაციები და წარმოუდგენელი გოლები. ეს ორი მონსტრი ერთმანეთს აიძულებდა, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინათ. ჩვენ კი და პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ ამ მომენტს ლაივში ვუყურებდი. The box on lovely one with Ronaldo in the post, clustering in the Camp Nou. Well protected by Ramos. Oh, Messi, absolutely shocking. Rodriguez. მესი და რონალდო ეს ისეთი მოვლენაა, რომ ამ ორ პერსონაჟზე ცალკე ვიდეოს გაკეთება შეიძლება. დღეს ბევრი რამ შეიცვალა. მესი და რონალდო წავიდა, სტადიონები განახლდა, ფეხბურთი უფრო ბიზნესს დაემსგავსა. თუმცა ელ კლასიკოს არსი იგივე რჩება. როდესაც ბელინგემი, ბაპე და ვინისიუსი რეალის ფორმას იწმევენ, მათ მხარზე დი სტეფანოს მემკვიდრეობა დევს. როცა იამალი, რაფინია და პედრი ბარსელონას ფორმას იწმევენ, მათ უკან კროიფის ფილოსოფია და იმ 11-1 ტკივილი დგას. ელ კლასიკო არასოდეს იქნება უბრალოდ თამაში. ეს არის ისტორიის ექო. ეს არის შეხსენება იმისა, რომ ფეხბურთი შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სიცოცხლე და სიკვდილი. მადლობა, რომ მომისმინეთ ამ არც თუ ისე გრძელი ისტორიის განმავლობაში. და შემდეგში, როცა ელ კლასიკოს უყურებთ, მას სრულიად სხვა თვალით შეხედავთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგაუწყდეთ დალაიქება, არხის გამოწერეთ და კომენტარებში დამიწერეთ, რომელი არის თქვენთვის ყველაზე გამორჩეული მომენტი ელ კლასიკოს ისტორიიდან. აბაჰე, მომავალ შეხვედრამდე. იმენა კლასიკური დაზაზრული იყო ეს ტრანზიშენი.